დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ. მთავრობის წევრებმა 102 წლის სოხუმილ არტემ კოპალიანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი მიულოცეს. გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ასევე ომის ვეტერანს აფხაზეთის მთავრობისაგან ერთჯერადი დახმარება 1000 ლარი გადაეცემა. არტემ კოპალიანმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთის მთავრობის წევრებს ფაშიზმზე გამარჯვების დღის მიულოცვისთვის და მისი წვრილის დაფასებისთვის. დღეს პირადად შევხვდით და მიულოცეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ჩვენს უხუცეს დევნილ ვეტერანს, რომლის გმირობა და თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია. როგორც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჩემთვის პრიორიტეტებია ამ გმირების ჯანმრთელობასა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის სრული უზრუნველყოფა. ჩვენ მათ არა მხოლოდ მადლობას ვუხდით, არამედ ვალდებული ვართ ყოველდღიურად ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. არტემ კოპალიანი, სოხუმელი 102 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩვენი თანამედროვეობის გმირი, მისი განმცხოვრება ნამდვილად არის ცოცხალი ისტორია და თავდადების მაგალითი. სწორედ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ესეთი ადამიანები დავაფასოთ, რათა მათ მოგვიტანეს მშვიდობა და თავისუფლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ყველა ომის ვეტერანს დღევანდელი დღე.